ეს ნამდვილად მოულოდნელი ამბავია. ჩინეთი ფარულად ემზადება ვლადიმირ პუტინის წასვლისთვის და რუსეთთან მუშაობისთვის ამ ჯუჯა დიქტატორის გარეშე. Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა მასალა, რომლის გამოც კრემლში უბრალოდ უნდა გაშეშებულიყვნენ. ორივე ქვეყნის ჩინოვნიკებთან, დიპლომატებთან და ანალიტიკოსებთან საუბრის შედეგად ირკვევა, რომ პეკინმა ვლადიმირ პუტინზე პირადად ფსონის დადება შეწყვიტა. ჩინელები ჩუმად, ფრთხილად, ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე ამყარებენ კავშირებს რუსეთის ელიტასთან და ჩინოვნიკებთან, რომლებიც ვლადიმირ პუტინის წასვლის შემდეგ რუსეთის მომავალს განსაზღვრავენ. პეკინის ლოგიკა საკმაოდ ცინიკურია. ანტიდასალური კურსი რუსეთში იმდენად ღრმად არის გამჯდარი საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომ ის გადაურჩება ამჟამინდელ დიქტატორ ვლადიმირ პუტინს. ეს ნიშნავს, რომ პუტინი უბრალოდ შეცვლადი ფიგურაა. უბრალოდ პუტინი მოიშორეს, სხვას დააკენეს და არაფერი შეიცვალა. ნიშნულოვანი არა პუტინის ეს ფიგურა, არამედ სისტემა, რომელსაც ბოდიში შეიძლება კიდევ წველიდან. იმიტომ რომ რუსეთი უკვე ჩინეთის სრულფასოვან დანამატად იქცა. ამ გამოშვებაში. როგორ გადაიქცა რუსეთი უცროს პარტნიორად? პარტნიორად, რომელსაც პეკინი მარტივად მანიპულირებს. რატომ ამბობენ ჩინეთცოდნეები, რომ რუსეთი გიგანტურ ლაოსად იქცა? რაში მდგომარეობს სტრატეგია, რომ რუსები იმდენ ხანს დამარინადონ, სანამ მუხლებზე არ დადგებიან? ეს ხუმრობა არ არის, ეს პირდაპირ ჩინეთის დოქტრინაა. როგორ აიძულა სი ძინპინმა პუტინი ივანთან დაკავშირებით კაპიტულაციაზე წასულიყო? და ყველაზე სკანდალური. რატომ აფიქსირებენ ახლა რუსეთის სპეცსამსახურები ჩინელების მიერ მათი ჩინოვნიკების მასობრივ გადაბირებას, მაგრამ დუმან და არაფერს აკეთებენ? ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. ეს იქნება სუპერ საინტერესო გამოშვება, ამიტომ გამოიწერეთ არხი. ჩვენ მივიდივართ 300,000 გამომწერის ნიშნულამდე. პირადად მადლიერი ვიქნები თქვენი გამოწერისთვის. ეს მხოლოდ ერთი წამია. მე ეს გამიხარდება და სასარგებლოც იქნება. მოდით არსიდან დავიწყოთ. ვლადიმირ პუტინის დროს, რომელმაც გაწყვიტა კავშირები დასავლეთთან, რუსეთი სრულად გადაიქცა ჩინეთის უმცროს პარტნიორად, რომელიც თუნდაც ფრთხილად და არასაჯაროდ, მაგრამ მაინც მანიპულირებს რუსეთით თავისი ინტერესებისთვის. მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი აი რა. Wall Street Journal წერს, რომ პეკინი შეუმჩნევლად ამყარებს ურთიერთობებს რუსეთის მმართველ კლასთან, თანდათანობით გვერდსულის ვლადიმირ პუტინს და მის უახლოეს წრეს. ჩინელები აძლიერებენ კავშირებს ჩინოვნიკებთან და ელიტის წარმომადგენლებთან, რომლებიც ვლადიმირ პუტინის წასვლის შემდეგ რუსეთის მომავალს განსაზღვრავენ. და ეს სინამდვილეში დარტყმაა პუტინის რეჟიმისთვის, რაზეც მას ეშინია პასუხისგაცემა. უბრალოდ დაფიქრდით. სანამ ვლადიმირ პუტინი მთელ მსოფლიოს არტყმებს ჩინეთთან უსაზღვრო მეგობრობაში, მისი ასე წოდებული საუკეთესო მეგობარი უკვე მის მემკვიდრეებს იცნობს. ამით აჩვენებს, რომ მეგობარი აქ პუტინი არ არის. პუტინი უბრალოდ ფიგურაა, რომელსაც მარტივად შეცვლი. უბრალოდ მოხსნი მას შახმატის დაფიდან და სხვა დასრომ და მორჩა. და ჩინეთმა ეს სტრატეგია აირჩია. პეკინის გათვლა ძალიან მარტივია. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ ანტიდასალურ განწყობები იმდენად ღრმად არის გამჯდარი რუსეთის გაველურებულ საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომ ისინი ამჟამინდელ პრეზიდენტსაც გადააცილებენ. ანუ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ, რუსეთი დასავლეთის მიმართ მდრულად დარჩება. შესაბამისად, ის ჩინეთზე იქნება დამოკიდებული. და აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ადამიანზე, არამედ სისტემაზე. აქ ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ როდესაც სი ძინპინი ახლახან მოვიდა ხელისუფლებაში და პირველად შეხვდა ვლადიმირ პუტინს, 2013 წელს ჩინეთის წილი რუსეთის საერთო სავაჭრო ბრუნვაში დაახლოებით 10% იყო. მაშინ ვერ იტყოდი, რომ რუსეთი კრიტიკულად იყო დამოკიდებული პეკინზე. მაგრამ შემდეგ გაგიჟებულმა ბაბუამ ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს გადაწყვიტა უკრაინაზე თავდასხმა. და მას შემდეგ ეს რიცხვი 4-ჯერ გაიზარდა. ჩინური პროდუქციის წილი რუსეთის ბაზარზე დღეს 40%-ზე მეტია. ახლა კი საპირისპირო მაჩვენებელი. რუსეთის წილი ჩინეთის ვაჭრობაში 4%-ზე ნაკლებია. აი ესეთია ურთიერთობების მთელი ბალანსი ამ საუკეთესო მეგობრებს შორის. მოსკოვისთვის ჩინეთი თითქმის ნახევარია მთელი საგარეო ვაჭრობისა. ესე იგი ეს გადარჩენის საკითხია. პეკინისთვის კი რუსეთი უბრალოდ სტატისტიკური ცდომილებაა. ნაკლებია 4%-ზე რა მოხდა. ანუ თეორიულადაც რომ თქვათ, თუ ხვალ რუსეთი მთლიანად დაინგრევა, ჩინეთი ამას თითქმის ვერ შეამჩნევს. მაგრამ თუ ჩინეთი ერთ წამში რუსეთს საქონლის მიწოდებაზე უარს ეთვის, რუსეთი უბრალოდ გაქრება. თუ ჩინეთი დღეს ამჟამინდელ სიტუაციაში მოულოდნელად დახურავს თავის ბაზარს რუსეთისთვის, რუსეთი ორ დღეში უბრალოდ დაინგრევა. მაგრამ აი რა არის მნიშვნელოვანი?
რას აწვდის რუსეთი ჩინეთს? აი რით გამოიმუშავებს ფულს? ასე რომ რუსეთი დღემდე ნედლეულის მიმწოდებლად რჩება. რუსეთი ჩინეთს ნავთობსა და გაზს უზარმაზარი ფასდაგლებით ყიდის, პლუს სხვა ბუნებრივ რესურსებსაც, მაგალითად ხე-თხეს სიბირიდან. არც ტექნოლოგიები, არც კაპიტალი. არც არ ვიცი. თითქოს რაღაც სუპერმაგარი საქონელი. არა, ნედლეული. თანაც უზარმაზარი ფასდაგლებით. და ფასდაგლებებზე ჩვენ ახლა კიდევ ვისაუბრებთ. პეკინის სტრატეგიული მიზანი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ჩინეთცოდნე ალექსანდრე გაბუევმა. ეს არის ბერლინის კარნეგის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორი. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. ჩინეთს ნამდვილად შესანიშნავი შანსი აქვს რუსეთი გადააქციოს ერთგვარ გიგანტურ ლაოსად, ან გიგანტურ პაკისტანად. ქვეყანად, რომელიც ბევრად უფრო დამოკიდებულია ჩინეთზე, ბევრად მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული. ქვეყანად, რომელიც ბევრად უფრო აღიქვამს ჩინეთს როგორც ნიმუშს და თანამედროვე წარმოდგენების წყაროს. უბრალოდ რომ თქვათ, აქ ძალიან კარგი ფრაზა გაისმა იმაზე, რომ რუსები ჩინეთს აღიქვამენ როგორც ნიმუშს და თანამედროვე წარმოდგენების წყაროს. ანუ ეს გაველურებული რუსი უყურებს ჩინეთს და ამბობს: აი ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ასე უნდა ვიცხოვროთ. აი ასეა საჭირო. ამას უნდა მივისწრაფოდეთ. კიდევ ერთხელ. რუსეთს პეკინში უბრალოდ ჩინეთივით წარმოაჩენენ. გიგანტური ლაოსივით. არა ზესახელმწიფო. არა მსოფლიოს მეორე პოლუსი. არა დიდი რუსეთი. არა, უბრალოდ სატელიტი ქვეყნის დიდი ვერსია. რომელიც პეკინს მოწიწებით უყურებს და მისგან იღებს წარმოდგენას, თუ როგორ უნდა იცხოვროს. და გაბუევი ხსნის, როგორ აღწევენ ამას. ტაქტიკას უბრალოდ ეწოდება. შემდეგ ისევ მის ციტატა. საუკეთესოა გააგრძელო რუსების დამარინადება. დაელოდო, როდის გაუარესდება ეკონომიკური მდგომარეობა რუსეთში კიდევ უფრო, როცა რუსები მუხლებზე აღმოჩნდებიან. იმისთვის, რომ ჩინეთისთვის მომგებიან პირობებზე დათანხმდნენ. როგორ მოგწონთ ასეთი მეგობრობა, ხო? არც გადარჩენა, არც მხარდაჭერა, არც გაჭიროებიდან გამოყვანა, არც დახმარების ხელი. არამედ დამარინადება. ანუ უნდა დაელოდო, სანამ კიდევ უფრო გაუარესდება. რადგან რაც უფრო ცუდად არის რუსეთი, მით უფრო იაფად ყიდის თავს ჩინეთს. პეკინმა კი ფულის დაზოგვა იცის. როგორც Wall Street Journal აღნიშნავს, პეკინი ფრთხილად, მაგრამ მტკიცე დაიდუნებს მოსკოვს იმოქმედოს მისი ინტერესების სასარგებლოდ. ის აყალიბებს ურთიერთობებსა და სტრუქტურებს, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იმუშავებს. ანუ ეს მახე მხოლოდ ვლადიმირ პუტინის ვადაზე არ არის დაგებული, არამედ მომავალ თაობაზე. აქ რომ რუსებს ტვინი ჰქონდეთ, დაფიქრდებოდნენ, რომ საქმე იმაში არ არის. პუტინი წავა თუ არა და ყველაფერი შეიცვლება. არაფერი არ შეიცვლება. იმიტომ რომ ჩინეთი რუსეთს სრულად იმორჩილებს. პუტინი წავა, სხვა მოვა, არაფერი შეიცვლება. როგორც მონები იყავით, ისე დარჩებით. ჩინეთი როგორც თქვენგან რესურსებს წოვდა, ასე გააგრძელებს ამას. შეიძლება დროა სანამ გვიან არ არის, რამე გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მოდით ასე მოვიცეთ. სანამ ეს აბსტრაქციაა, მოდით კონკრეტიკაზე გადავიდეთ. ისე რომ უფრო დამაჯერებელი იყოს. 10 წელზე მეტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის გავლენის გაძლიერების შიშით ეწინააღმდეგებოდა. ეწინააღმდეგებოდა ერთ მარტივ იდეას. იუანი, ჩინეთის ვალუტა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის განვითარების ბანკის ძირის ძირითად ვალუტად აქციოს. სტრუქტურა, რომელიც უნდა დააფინანსოს პროექტები ცენტრალურ აზიაში. რატომ ეწინააღმდეგებოდა? იმიტომ რომ ცენტრალური აზია სწორედ ისაა, რასაც ახლო საზღვარგარეთს უწოდებენ. რომელსაც ვლადიმირ პუტინი მხოლოდ რუსეთის ინტერესების სფეროდ მიიჩნევს. ერთხელ მანაც კი თქვა, რომ ეს თითქოს რუსეთის უკანა ეზოა. აი ცენტრალური აზია რუსების სამფლობელოა. ეს მათი ტერიტორია. იქ ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. და ვლადიმირ პუტინი ძალიან ეჩვიანად ეკიდებოდა ნებისმიერ ცდელობას, გავლენა მოეხდინა ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. პუტინი სთავაზობდა იქ ვაჭრობისთვის რუბლის დანერგვას. ან თუნდაც ცალკე ვალუტის შექმნას, ოღონდ არა ჩინური იუანი. და აი შედეგი. გასული წლის განმავლობაში სი ძინპინმა შეძლო ვლადიმირ პუტინისგან ამ დათმობის მიღება. ჩინეთის მთავრობის მრჩევლებმა და დიპლომატებმა Wall Street Journal-ს უამბეს, რომ ფინანსურმა იზოლაციამ რუსეთი აიჯულა გადაეხედა თავისი პოზიცია. ეხლა მოსკოვი მზად არის შევიდეს ამ ბანკში. ხოლო სანაცვლოდ მხოლოდ გარანტიებს ითხოვს, რომ მისი საქმიანობა დასავლეთის სანქციების ქვეშ არ მოხდეს. დიპლომატიური ენიდან ჩვეულებრივზე გადმოვთარგმნი. ვლადიმირ პუტინმა საკუთარი უკანა ეზო ჩინურ იუანს ჩააბარა. ცენტრალური აზია, ჩინურ ფულს ცენტრალური აზია გადასცა, რომელსაც 10 წელი იცავდა და ამბობდა, რომ ეს ჩვენი ტერიტორია. არა იმიტომ, რომ ასე უნდოდა,
არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ქონდა. თორემ საუკეთესო მეგობარი უბრალოდ ამ თავხედ რუსულ სახეს დაარტყამს. ეხლა კი როგორც მე მგონია, ამ გამოშვების ყველაზე ფეთქებადი დეტალი. Wall Street Journal-ის თანამოსაუბრემ, რომელიც ახლოსაა რუსეთის სპეცსამსახურებთან განაცხადა, რუსეთში სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ ჩინეთის ჯაშუშობის შემთხვევებს და საშუალო რგოლის ჩინოვნიკების გადაბირების მცდელობებს. დიახ, ეგრეთ წოდებული საუკეთესო მეგობარი უბრალოდ ჯაშუშობს და ცდილობს რუსი ჩინოვნიკების გადაბირებას, რათა ისინი პირდაპირ პეკინზე იმუშაონ. და რას აკეთებს მოსკოვი? იქნებ ჯაშუშებს იჭერს, ან ჩინეთთან სასამართლოში მიდის, დიპლომატებს აძევებს. როგორც სხვა ნებისმიერ ჯაშუშობაზე. პრინციპში, როგორც ქვეყნები აკეთებენ. თუ ჯაშუშობას ამჩნევენ, აძევებენ, მაგალითად, ელჩს ან საელჩოს ან საკონსულოს ჩინოვნიკებს. არა, მოსკოვი არაფერს აკეთებს. მოსკოვი არ ჩქარობს ამ საკითხების საჯარო განხილვას, იმისთვის რომ არ გაამწვაოს სტრატეგიული ურთიერთობები პეკინთან. ანუ ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ითმეს და აკვირდება. არსებობს ასეთ სიტყვა, კუკოლდი. აი ეს არის ვლადიმირ პუტინი ამ სიტუაციაში. აი ესა უსაზღვრო მეგობრობის მთელი არსი ერთ აბზაცში. ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს, იმის გამო, რომ ტელეგრამში ფოტოებს აგზავნიენ, ქვეყანა, რომელიც რუსებს ასამართლებენ იმის გამო, რომ იქ რომელიღაცა პიკეტზე ფურცლით გამოვიდნენ, ეს ქვეყანა ჩუმად უბრალოდ ითმენს საბუთარი ჩინოვნიკების გადაბირებას. იცით რატომ? იმიტომ, რომ პარტნიორის ცხენინება ეშინია. და აი აქ არის მთავარი მომენტი, მიაქციეთ ყურადღება. ჩინეთი გადაბირებას ახდენს. სწორედ საშუალო რგოლის ჩინოვნიკებს იბირებს. იცით რატო არის ეს მნიშვნელოვანი? რატო სწორედ საშუალო რგოლი? რატო არა ელიტა და რატო არა ქვედარგოლი? არამედ სწორედ საშუალო რგოლი. იმიტომ რომ სწორედ საშუალო რგოლი 5-დან 10 წელიწადში გახდება უმაღლესი რგოლი. ანუ პეკინი იბირებს სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ვლადიმირ პუტინის წასვლის შემდეგ რუსეთის მომავალს განსაზღვრავს. პეკინი უბრალოდ პუტინს ლოხად მიიჩნევს და მთელ მის გარემოცვაზეც მუშაობს. ცოტა ადრე ამ გამოშვებაში ვთქვი, რომ ჩინეთი რუსებს ალოდინებს. მოდით მაგალითს მოგიყვანთ, როგორ ხდება ეს. აი ასე ალოდინებს მათ პეკინი პრაქტიკაში. ეს ყველაზე კარგად გაზზე ჩანს. ციმბირის ძალა 2. ეს არის პროექტი, რომელსაც უკვე 10 წელზე მეტია განხილავთ. ამ პროექტმა უნდა გაზარდოს რუსეთის გაზის მიწოდება ჩინეთში წლიურად 100 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზპრომისთვის, რომელმაც ევროპული ბაზარი დაკარგა, ეს საერთოდ გადარჩენის საკითხია. რას აკეთებს ჩინეთი? ჩინეთი დროს აჭიანურებს. 2026 წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა ჩინეთში თავისი 25-ე ვიზიტი განახორციელა და მეხუთე მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მაშინ მან თან წაიყვანა 5 ვიცე-პრემიერი, 8 მინისტრი, გაზპრომის ხელმძღვანელი, როსნეფტის ხელმძღვანელი, იქ უზარმაზარი დელეგაცია იყო. ვლადიმირ პუტინი პეკინში ხვებოდა ჩინეთთან თანამშრომლობის უსაზღვრო პერსპექტივებზე. ხელი მოეწერა მთლიანად 40 დოკუმენტს. მაგრამ არც ერთი მათგანი არ ახსენებს არც ციმბირი ძალა 2-ის და არც ზოგადად ნავთობისა და გაზის სფეროში თანამშრომლობას. და აი კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი მაშინ მოლაპარაკებების შემდეგ ბურტყუნებდა თითქოს, ციტატა. რაღაც ნიუანსებია დარჩენილი დასაზუსტებელი. ზუსტი ვადები ჯერ არ არის. და ასე გავიმეორებ უკვე 10 წელზე მეტია. და პარალელურად იცით ჩინეთმა რა გააკეთა? მოითხოვა რუსეთის გაზის ფასის 5-ჯერ შემცირება. ამბობს, რატომ ყიდით რუსებს ამ ველურ არსებებს გაზს უფრო იაფად ვიდრე ჩინელებს? და სი ძინპინი სრულიად სერიოზულად ეუბნება ვლადიმირ პუტინს. გააკეთე ჩინეთისთვის იგივე ფასი, როგორიც გაქვს შიდა ბაზარზე. აი იმავე ფასად, როგორც რუსებს ხიდი, უნდა გაყიდო გაზი ჩინელებსაც. და თუ კრემლი უარს იტყვის, ჩინეთი უბრალოდ მზადაა გადავიდეს სხვა მომწოდებლებზე. ამბობს, მოусმინეთ, მაშინ ალბათ აღარ გჭირდება თქვენი გაზი. ამიტომ შემდეგ კონტრაქტებში გთხოვთ ფასები შეამცირეთ. და საქმე იმაშია, რომ რუსულ გაზს ახლა რეალურად აღარ აქვს წასასვლელი. ევროპა როგორც ბაზარი დაკარგულია. ალტერნატივა არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა რამდენიც გინდა შეგიძლია მოახდინო. და აი ახალი ამბავიც. დღეს 14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა საერთოდ შეაჩერა მოლაპარაკებები პროექტ ციმბირის ძალა 2-ზე. გარდა ამისა, ჩინეთმა საზღვარგარეთ ნავთობის შესყიდვები მინიმუმამდე შეამცირა. ეს მინიმუმია ბოლო 10 წლის განმავლობაში. ან დაფიქრდით რუსეთისთვის ყველაზე რთულ მომენტში, როცა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, როცა ნავთობის გაყიდვიდან შემოსავლები მცირდება, როცა ქვეყანაში საწვავის კრიზისია და საჭიროა თითოეული მყიდველი, სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი უბრალოდ იღებს, ამცირებს შესყიდვებს
და აჩერებს მთავარ პროექტს. აი ამას ქვია ლოდინში ყოლა. ანუ რომ პუტინი უბრალოდ მუხლებზე ხოხვით მივიდეს ჩინელებთან, ჩინეთის ლიდერთან და ეხვეწოს დახმარებას. ხოლო ამ დროს სი ძინპინი უბრალოდ აკვირდება, როგორც ცდილობს პუტინი პრობლემის გადაჭრას. მაგრამ აი რა არის საინტერესო? რატომ დაიწყო პეკინმა ვლადიმირ პუტინის წასვლაზე საუბარი სწორედ ეხლა? პასუხი თავად პუტინის მდგომარეობაშია. სახელმწიფო ციომა შეწყვიტა ვლადიმირ პუტინისადმი ნდობის ღია რეიტინგის გამოქვეყნება, მას შემდეგ, რაც ის დაეცა 29.5%-მდე. ეს არის მინიმუმი მთელი ომის განმავლობაში. 4 თვეში ვარდნა თითქმის 10 პუნქტით მოხდა. ეს რეკორდია რუსეთის პენსიის რეფორმის დროიდან. ნავთობის გადამუშავება. გადამუშავების მაჩვენებელი რუსეთში დაეცა 2005 წლის დონემდე. საწვავის კრიზისი მთელ ქვეყანაში. რეგიონები უკვე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ზღვარზე არის. ალთაის მხარეში სხვათა შორის განაცხადეს, რომ მათთან სასურსათო კატასტროფა მწიფდება, რადგან ბენზინის დეფიციტის გამო ფერმერები უბრალოდ ვერ აგროვებენ მოსავალს მინდვრებიდან. ანუ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს ვლადიმერ პუტინი უპრეცედენტო გამოწვევების კომბინაციას შეეჯახა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ის ხელისუფლებაშია. ხოლო ჩინელები პრაგმატიკოსები არიან. ისინი ზუსტად იმავე ციფრებს და იმავე სიტუაციას ხედავენ, რასაც ჩვენც ვხედავთ. ანუ ისინი ხომ არ ექვემდებარებიან რუსულ პროპაგანდას. რუსებს შეიძლება უსასრულოდ უყვებოდე, რომ ყველაფერი კარგადაა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, მაგრამ არაფერია საშში. ეხლა ჩვენ საპასუხოდ ისე დავარტყამთ, უკრაინელები სულ დაიხჩობიან. და მორჩა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩინელები ხედავენ იმას, რასაც ჩვენ. ისინი ხედავენ ამ დამწვარი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ხედავენ რუსეთის პრობლემებს და რას აკეთებენ? ისინი ყველაზე ადრე აკეთებენ დასკვნებს. და დასკვნა ასეთია. ვლადიმირ პუტინი თავის საგარეო პოლიტიკას ერთ თეზისზე აშენებდა. რუსეთს ხავს დიდი მოკავშირე, რომელთან ერთადაც ის მთელ კოლექტიურ დასავლეთს გამოწვევას გაუწევს. ის პეკინში 25ჯერ იყო ჩასული. ჩინეთს ნავთობს ფასდაგლებით აძლევდა. ოღონდ ეს მოკავშირე დარჩენილი იყო. მან ცენტრალური აზიაც კი ჩინეთის გავლენის ქვეშ მისცა. და პუტინი ჩუმადაა, როცა ჩინელები მის ჩინოვნიკებს იბირებენ. და ის კი ხვიროდა, რომ აი როგორ ჩინეთთან ერთად მრავალპოლარულ სამყაროს ააშენებენ. და 2021 წლის ბოლოს შეგახსენებთ, პუტინმა ნატოსაც კი გამოწვევა ესროლა. ამბობს, დაასრულეთ თქვენი საქმიანობა, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მოკავშირე მყავს. შეეშინდეთ, ეხლა ჩვენ ჩინეთთან ერთად მთელ დასავლეთს კარგად ვაჩვენებთ, ვინ-ვინაა. მაგრამ რეალურად 5 წლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ პუტინმა მიიღო სტატუსი ჩინეთის ვაჭრობის 4%-ზე ნაკლები. ანუ არც ისეთი კრიტიკული პარტნიორი. გაყინული გაზსადენი, ციმბირის ძალა 2. ანუ პუტინი ტრაბახობდა, ეხლა კი ჩინეთი ამბობს, ხო, მოდი ალბათ შევწყვიტოთ ეს გაძელილი საქმე. მორჩა, ჯერჯერობით აღარ გავაგზელებთ. დამატებით პუტინმა მიიღო ისიც, რომ სი ძინპინი მისგან მოითხოვს გაზის ფასი 5ჯერ შეამციროს. და ჩინელი დიპლომატები, რომლებიც უკვე იცნობენ იმ ადამიანებს, ვინც მას შემდეგ მოვა, აი ეს მიიღო ვლადიმირ პუტინმა. ყველაზე დამამცირებელი ამ ისტორიაში ის კი არა ის, რომ პეკინი ემზადება პუტინის გარეშე პერიოდისთვის. არამედ ის, რომ ეს ხდება პუტინის გარეშე. ეს იქნებოდა ლოგიკური. ანუ აშკარაა, რომ დიახ, დიპლომატები ემზადებიან, პოლიტიკოსები პრაგმატულები არიან, ისინი ხვდებიან, რომ ოდესღაც პუტინი წავა. არა. ყველაზე დამამცირებელი ის არის, რომ ჩინეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, ვინ ზის კრემლში. პუტინმა რატომღაც წარმოიდგინა, რომ ის მნიშვნელოვანია როგორც პერსონა, როგორც პიროვნება, როგორც სუბიექტი. არა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ რუსეთი დარჩეს იზოლირებული, მთელ დასავლეთზე გაბრაზებული. და რაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, იაფია. უბრალოდ იაფი. პუტინი ამ ომში შევიდა, რათა რუსეთს დიდი ძალის სტატუსი დაუბრუნოს. სამაგიეროდ მიიღო დიდი, ნაწყენი და ძალიან დამყოლი ბენზინგასამართის სადგურის სტატუსი, რომელსაც უკვე ახალ მმართველს უძებნია. აქ წერტილებს დავშამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვის ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.